პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა გითხრათ თქვენი შეფასება გუშინ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შესახებ. როგორ აფასებთ ამ შეხვედრას? ჩვენ ნახეთ, რომ პრესკონფერენცია შემდეგ უკვე დებატებში გადაიზარდა. რამდენად პროდუქტიული იყო შეხვედრა და რაიმე კოჰაბიტაციისგან გადადგმულ ნაბიჯად თუ შეგვიძლია შევაფასოთ. მე სიმართლე რომ გითხრათ, ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა იყო უბრალოდ ცდილობა დროის გაწელვის პრეზიდენტის მხრიდან, ვინაიდან პრეზიდენტი აქტიურად საუბრობდა ამ კონსტიტუციური უფლებამოსილების დათმობაზე პრობლემის გარეშე ელჩებთან, როდესაც რეზიდენციიდან მიმართავდა მოსახლეობას და მაშინ პრეზიდენტის რიტორიკა იყო შერბირებული და უფრო კონსტრუქციული. უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ მე შევნიშნე, რომ ისევ და ისევ მისი საუბარი გაჟღერებულია სიძულვილის ენით და მიუხედავად იმისა, რომ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში ბოლომდე ვერ აღიქვა, რომ იყო საქართველოს პრეზიდენტი, არჩევნებში დამარცხების შემდეგაც ვერ გაიგო, რომ საქართველოს პრეზიდენტია და ასე საკუთარ მოსახლეობას არ უნდა ელაპარაკოს. მე ვურჩევდი უმრავლესობას, რომ აი ამ მოლაპარაკების პროცესში ჩართოს საელჩოები და ელჩები. ვინაიდან უფრო პროდუქტიული იყოს ეს მოლაპარაკებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სულ ვნახავთ დროის გაწელვის მეთოდს სააკაშვილის მხრიდან და შემდგომში იმ ტრიბუნის გამოყენების მცდელობას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალის დემონსტრირების მიზნით და საკუთარი მხარდამჭერებისადმი გზავნილების გაგზავნით, რომ მე ისე ვაქავარ, მაგრად ვარ, კარგად ვარ და ნურაფრის ნუ გეშინია. მე ასე შევაფასებდი უბრალოდ. არ იქნებოდა ცუდი, რომ ის ელჩები, რომლებიც სულ საუბრობენ კოჰაბიტაციაზე და ვისაც სააკაშვილი ესაუბრება კოჰაბიტაციაზე, ჩაერთნონ ამ პროცესში და ნახონ რეალურად როგორია კოჰაბიტაციის სურვილი პრეზიდენტის მხრიდან. რომ უფრო შედეგიანი იყოს ეს მოლაპარაკება. რაც შეეხება ამ თვითონ კონსტიტუციურ ცვლილებებს, მართალია სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ არანაირ მნიშვნელობას ამ ბერკეტს არ ანიჭებს, მაგრამ ის ერთადერთია მის ხელში იარაღი, რომლის შედეგადაც შეუძლია უბრალოდ ამ ვიივაჭროს, ან ყოველთვის მაღალი ტემპერატურა შეინარჩუნოს პოლიტიკურ სივრცეში. ის მითური აპრილები, მაისები, მხოლოდ და მხოლოდ ამ კონსტიტუციური ცვლილებების გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნების შედეგად ის ხელისუფლებაში კარგახანი ვერ დაბრუნდება. ერთადერთი გზა, რითაც შეიძლება ნაწილობრივ მაინც დარჩეს ხელისუფლებაში, ეს არის ამ კონსტიტუციური ბერკეტის გამოყენების მუქარით, ან ვაჭრობა და ხელოვნური დარჩენა პოლიტიკურ სივრცეში, ან უბრალოდ მართლა გამოყენება. ეხლა როდესაც ბატონმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 4 წელი ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ეს არ იქნება არჩევნების გზით და არ იქნება გადატრიალების გზით, არა არჩევნები და არა გადატრიალება არის მხოლოდ ერთი გზა. ამ კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენება, რომლის შესაბამისადაც შეუძლია პრეზიდენტს დაუსაბუთებლად დაითხოვოს მთავრობა. და გადატრიალებაც არ იქნება, იმიტომ რომ იტყვიან რა გადატრიალება იყო, გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და გადააყენა მთავრობა. სხვა გზა მას არ აქვს. ამიტომ ეს ბერკეტი ყოველთვის იქნება მის ხელში და ის შეიძლება არ დათმოს. როგორ გამოუვა, ეს უკვე მეორე საკითხია. მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდამჭერით ეს ბერკეტი, რომელიც არის მის ხელში და რომლის გამოყენებამაც შეიძლება სერიოზული პრობლემების შექმნას საქართველოში, უნდა იყოს ჩამორთმეული. მით უმეტეს სხვათა შორის არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციაში ასეთი ბერკეტი არც ერთ პრეზიდენტს არ აქვს. სააკაშვილი კი საუბრობდა გუშინ საფრანგეთის მაგალითზე, მაგრამ საფრანგეთის კონსტიტუციაში არ წერია ესეთი რაღაცები, რომ ჯერჯერობით საფრანგეთის პრეზიდენტს სამხელო უფლებამოსილება არ აქვს. როდესაც ავდარებს საქართველოს კონსტიტუციას საფრანგეთის კონსტიტუციას, ასეთი უფლებამოსილება საფრანგეთის პრეზიდენტს არ აქვს. და ამიტომაც ცუდი არ იქნება, როდესაც ის საფრანგეთზე საუბრობს, საფრანგეთის პრეზიდენტის მიდგომა საკუთარი მოსახლეობისადმი გაითვალისწინოს. უმცირესობა ამბობს, რომ იგივე პრეზიდენტი ამბობს, რომ არ აქვს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა.
იმ შემთხვევაში თუ კი კონსტიტუციაში ჩაიწერება ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებული ჩანაწერი. რატომ თუ კი ეს პრობლემას მოაგვარებს, რატომ არ შეიძლება წავიდეს ამაზე უმრავლესობა? ახლა ესეც უბრალოდ დროის გაყვანის მეთოდია ახლა. სამართლებრივად რო ახსნათ იმას, რაზედაც ისინი საუბრობენ, აი ამ ვექტორის ჩაწერაზე კონსტიტუციაში, ამას დრო ჭირდება. მინიმუმ თვენახევარი, იმიტომ რომ ვიცით, რომ კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანისთვის საჭიროა ერთთვიანი სახალხო განხილვის პროცედურა და სხვა პროცედურები. ბუნებრივია ახლა, როდესაც ისინი საუბრობენ, რომ მოდით აი ამ თქვენს ინიცირებულ ცვლილებას კენჭი უყაროთ იმასთან ერთად, გამოდის, რომ ეს უნდა მოხდეს თვენახევარში. ეს ხომ არის დროის გაწევა, ხო? არის. ამიტომაც ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის ის უკვე ინიცირებულია, სახალხო განხილვის ვადა დასრულებულია და ფაქტობრივად დარჩა მხოლოდ და მხოლოდ სამიმოსმენთ მიღება. და ის რაზედაც საუბრობენ, ინიცირებულიც არ არის და წარმოიდგინეთ ახლა რამდენი დრო ჭირდება ამ ყველაფერს და ბუნებრივია ერთი თვე, ორი თვით კიდე გაიწელება ეს პროცესი. ეს ერთი, რაც შეეხება წმინდა სამართლებრივი კუთხით, რაც შეეხება წმინდა პოლიტიკური კუთხით. საქართველოს კონსტიტუციაში ისიც ეწერა, რომ არ შეიძლება ადამიანების თვის ქონების ჩამორთმევა, მოსმენა, თვალთვალი, პირადი კორესპონდენციის წაკითხვა, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული საქართველოში. ვინმე კითხულობდა? მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმე კითხულობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ევროპაში პირველ ადგილზე არ ვიქნებოდით პატიმრების რაოდენობით. მაგრამ ესეთი ვექტორის განსაზღვრა არ არის სწორი. არ შეიძლება კონსტიტუციაში განსაზღვრო რაღაცა საითკენ მიდიხარ. ერთი იქ სადაც მიდიხარ უნდა გელოდებოდნენ, ეს ერთი. მეორეთაც იქ სადაც შენ მიდიხარ, არა გეოგრაფიულად მიდიხარ, არამედ იმ ღირებულებების გამო მიდიხარ, რომელიც ასე გვაწუხებს და 9 წელი გვაწუხებდა. ამიტომაც ყველაზე კარგი იქნება თუ თვითონ ხელისუფლება უზრუნველყოფს იმ რეფორმების გატარებას, რომელიც ჩვენ დაგვაახლოვებს დასავლეთთან. და ეს არის ის ღირებულებები, ზუსტადად რომელზეც მე ვსაუბრობდი, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ეწერა, მაგრამ მიუხედავად ამისა არავინ ამას არ კითხულობდა. ესეც დროის გაყვანის მეთოდია და როდესაც სააკაშვილი საუბრობს, რომ დასავლეთი და ჩემი კურსი და ეს უმრავლესობაც მერე გამოვა და იტყვის არა, შენ კურსზე ვდგევარ. რა კურსი ქონდა სააკაშვილს? რომელი კურსი იყო დასავლეთის? ყოველის მეორე დაჭერა, საკუთრების ჩამორთმევა, ბიზნესების ჩამორთმევა, მონოპოლიების შექმნა, კორუფციული რაღაცა ჭაჭაობის და ელიტარული კორუფციის დაარსება და მასში სხვადასხვა სქემებით ფულის გათეთრება. რომელი იყო დასავლეთის კურსი? ნატო და ევროპა, ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი. ამიტომ ნატოში რო შეხვიდე საჭიროა სასამართლო დამოუკიდებელი და ობიექტური. ქონდა ჩვენ ეს არ ქონდა. ადამიანის უფლებების და პატივისცემა და დაცვა. ქონდა ჩვენ ეს არ ქონდა. ასე რომ, როდესაც სააკაშვილი საუბრობს, რომ მისი კურსი იყო 9 წლის განმავლობაში პროევროპული, მე ეჭვება. რეალურად თუ გავაანალიზებთ, უბრალოდ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ 9 წელი ჩვენ შორს ვართ ევროპიდან. ევროპა საქართველოს სააკაშვილისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ საგარეო შეხვედრებზე გამოყენებული ტერმინი, როგორც კოჰაბიტაცია დღეს. ეს არის რეალური სახე. თუ ჩვენ გვინდა დასავლეთის ღირებულებები, მხოლოდ და მხოლოდ იმ რეფორმების შედეგად უნდა მივახციოთ, რომელსაც გავატარებთ და რომელიც უნდა მოვთხოვოთ ახალ ხელისუფლებას, რომ გაატაროს. რაც შეეხება იმ 14 პუნქტიან დოკუმენტს, რომელიც თედო ჯაფარიძის მიერ იქნა ინიცირებული, მე მაინტერესებს თქვენ როგორ შეაფასებთ და რაზეც აკეთებს აქცენტს საპარლამენტო უმცირესობა, რომ საქართველოს აღარ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის საკამათო საკითხი. ეს რამდენად სწორად გეჩვენებათ? მე ვფიქრობ, რომ მართლა საქართველოს არ არის ის ქვეყანა, რომელიც შეიძლება იყოს პლაცდარმი გეოპოლიტიკური და პოლიტიკური დაპირისპირებისთვის. ამიტომ ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი ტრადიცია და ღირებულებები გვაქვს, ჩვენი ისტორია გვაქვს. ჩვენი ბუნებრივია ღირებულებები უნდა იყოს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ამიტომაც არ უნდა გადავიქცეთ რაღაც პლაცდარმად ან დაპირისპირების იარაღად ორ დიდ პოლიტიკურ სუბიექტს შორის. აი ეს რაც შეეხება თვითონ თედოთა ჯაფარიძის დოკუმენტს, მაგრამ მეორეა, აი თუ ადევნებთ მოვლენებს, არ ვიცი მე ხლა 10%-იანი პარტია 10%-იანი მხარდამჭერების რაოდენობით პარტია ახერხებს და მუდმივ მართლების რეჟიმში ყავს
მოსახლეობის უდიდესი ნაწილით მხარდაჭერილი კოალიცია. იქნებ ამაზეც უნდა დაფიქრდეს კოალიცია, რომ აი სულ ისინი გამოვლენ ეტყვიან რაღაცას დააბრალებენ, მე 10 დღე ესენი თავს იმართლებენ. ხომ უნდა იყოს რაღაც თანმიმდევრული პოლიტიკა შემუშავებული. ხომ უნდა იყოს კოორდინაცია მთავრობასა და პარლამენტს შორის. ცოტა უცნაურად მეჩვენება, როდესაც მთავრობის ზოგიერთი წევრი აკრიტიკებს საკუთარ მთავრობას. მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი პოლიტიკაა დღეს. იცით რა არის? თანმიმდევრული უნდა იყოს. სამწუხაროდ დღეს ნაცმოძრაობა ახერხებს სულ მუდმივად მართლების რეჟიმში ყავდეს უმრავლესობა. ეს ოპოზიციის ვალდებულებაც არ არის ეს ოპოზიციის ვალდებულება, ჯერ ერთი ოპოზიცია თუ არის სააკაშვილი, მოდით განვიხილოთ ვინ არის საერთოდ ხელისუფლება. მოდი ესე ვთქვათ, ხელისუფლებაში ვინ არის? სააკაშვილმა ძალიან კარგად დაიმკვიდრა ტერმინი, რომ ის არის ოპოზიცია, ის არის უმცირესობა, მაგრამ სააკაშვილის ხელში უფრო მეტი ბერკეტია, ვიდრე ივანიშვილის ხელში. სადმე გინახავთ თქვენ ოპოზიცია? და არა, ერთი წუთი, მე დავასრულებ თუ შეიძლება. სადმე გინახავთ თქვენ ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების გადაყენება. ერთი ხელის მოწერით. მე ესეთი ოპოზიცია არ მინახია. სადმე გინახავთ თქვენ ოპოზიცია, რომელიც რეალურად თვითმმართველობაში წარმოდგენილია და ფლობს თვითმმართველობაში უმრავლესობას. სადმე გინახავთ თქვენ ოპოზიცია, რომელიც აკონტროლებს თავიდან ბოლომდე სასამართლოს და სადმე გინახავთ თქვენ ოპოზიცია, რომლის ლიდერი ისეთი უფლებამოსილებით არის აღჭირული, რომ ნებისმიერ დროს ხელისუფლებას ერთი ხელის მოწერით ყველანაირი დასაბუთების გარეშე გადააყენებს თანამდებობად. მე ესეთი ოპოზიცია არ მინახავ. არც ისეთი ოპოზიცია არ მინახავს, რომელსაც დაცვის კორდონები დაძდევს და ვიპ კაბინეტებით და ვიპ შესასვლელებით და რა ვიცი მე, ვიპ პერსონები არიან ამ ქვეყანაში. ამიტომ სააკაშვილს ეს ოპოზიციის ტერმინი ჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთისთვის თითქოს და ჩაგრული ოპოზიციის როლშია, თორე გუშინ ნახეთ თქვა, არა ვარ ოპოზიციის ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, პრემიერი მოვიდესო აქ. ახლა როცა უნდა ესია, როცა უნდა ისია, გასაგებია რომ ეს ტექნოლოგიების საკითხია, მაგრამ რეალურად თუ გავაანალიზებ, სააკაშვილს შეიძლება უფრო მეტი ბერკეტი ქონდეს, ვიდრე ივანიშვილს. ამიტომაც დღეს უბრალოდ იმითი რომ ისაუბრობს რომ ოპოზიციაშია, ცდილობს რომ ყველანაირ პროცესზე პასუხისგებლობა ახალ მთავრობას დაეკისოს და არა მას როგორც ქვეყნის ლიდერს და უმაღლეს თანამდებობის პირს. და რაში ხედავთ, ანუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები სწორ კალაპოტში, როგორ მიგაჩნიათ და პრემიერ-მინისტრის მიიწვია პრეზიდენტმა, თუმცა ის არ მივიდა, უნდა მივიდეს თუ არა პრემიერი და უნდა შედგეს თუ არა რეალურად კომუნიკაცია და ურთიერთობა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და არის თუ არა ეს პოლიტიკური პროცესისთვის ნორმალური ჯანსაღი დამოკიდებული. არ ვიცი, მე დღეს გუშინ ძალიან ისეთი უცნაური ფრაზა გავიგე უმცირესობის ლიდერისგან, რომელიც არის ოპოზიციაში, რომ პრემიერი ვალდებულია კვირაში ერთხელ მოვიდეს და მომახსენოსო საერთოდ ქვეყანაში არსებული სიტუაცია. სულ ესე ახსენებდა სააკაშვილი უმრავლესობაში ყოფნის პერიოდში ოპოზიციას რა და როგორ აქვს ქვეყანაში. ახლა ეს უბრალოდ ხუმრობით, მაგრამ მეორეა. თვითონ სიტუაცია არის ძალიან რთული. სააკაშვილი ცდილობს ნაწილობრივ გამოსდის, რომ გამოიყენოს ყველა ხელთარსებული ბერკეტი, რომ მოახდინოს რაღაც პრობლემების შექმნა ხელოვნურად და ამ პრობლემების საფუძველზე მოახდინოს საერთაშორისო თანამეგობრობაში აზრის ფორმირება, რომ ახალი მთავრობა არის უსუსური. ამავდროულად ის ცდილობს ასეთი პრობლემების შექმნა საქართველოში, რომ მოამზადოს ნიადაგი, რომლის საფუძველზე შეიძლება გადააყენოს მთავრობა. მას ძალიანად სურს დღესაც დიდი სიამოვნებით, რომ კითხოთ შეიძლება გაეხარდეს რამე გამოსავალი, რომ უთხრათ, რომ გადააყენოს მთავრობას, არაფერი არ მოხდება. მას დღესაც სურს ამ მთავრობის გადაყენება, მაგრამ მეორეა, მას ეშინია უბრალოდ ამის შედეგების. ამიტომ ამ შედეგების განეიტრალების მიზნით ის შეეცდება სხვადასხვა პრობლემების შექმნას, რომ ამ ფონზე შემდგომში გადააყენოს მთავრობა. იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ ერთადერთი რაც მას ხელში აქვს, ეს არის ის ბერკეტი, რომელზეც არის საუბარი. სხვა შემთხვევაში კარგახანი ხელისუფლებაში უბრალოდ ვერ მოვა არჩევნების შედეგად. რაც შეეხება თვითონ გამოსავალს, რაში ვხედავ? მე თუ მკითხავ, ყველაზე კარგი გამოსავალი არის ნორმალური სამართლიანი საარჩევნო კოდექსის მომზადება და მიღება და შემდგომში უკვე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბარიერის დაწევის დიახ, ძალიან საინტერესო წინადადება ქონდა ხარატიშვილს. სამწუხაროა, რომ ბატონმა ხარატიშვილმა ეს წინადადება წამოაყენა მხოლოდ მას შემდეგ,
რაც ნაცმოძრაობა არჩევნებში დამარცხდა, თორე ბარიერის დაწევაზე იყო მანამდეც საუბარი, მაგრამ მეორეა, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს არჩევის წესებს. რატომ? იმიტომ რომ აპირობკით გადმოტანილი რაღაცა ნორმა შესაძლებელია ჩვენთან არ იყოს ეფექტური. ამიტომ ასეთი საკითხები, როგორც არის ბარიერის დაწევა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ბლოკების შექმნა, ეს მხოლოდ და მხოლოდ უნდა იყოს ფართო მსჯელობის საგანი. თან და მას შემდეგ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ საარჩევნო კოდექსზე, როდესაც მე ვსაუბრობ, ისეთი ნორმები უნდა იყოს შემოღებული, რომ ყველა სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი საარჩევნო პირობები, საარჩევნო კამპანიის პირობები. რატომ? იმიტომ რომ დღევანდელი საარჩევნო კოდექსი ყველა შემთხვევაში უპირატესობას აძლევს მხოლოდ და მხოლოდ მმართველ პარტიას. აი საარჩევნო კოდექსის მიღების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და რატომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? იმიტომ რომ პრეზიდენტი ნიშნავს არჩევნებს და დღეს არავის არ შეუძლია არჩევნების დანიშვნა, უნდა უზრუნველყოფილი იქნეს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება რიგარეში. რატომ? იმიტომ რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები, ჩემი აზრით, იყო კონტრასტული არჩევნები. ეგ იყო არჩევნები მე მინდა მიშა და მე არ მინდა მიშა. და ამიტომაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს არ მიეცა საშუალება თანაბარ საარჩევნო კამპანიის პირობებში ყოფილიყო წარმოდგენილი არჩევნების პერიოდში. და ამის უზრუნველსაყოფად იმისთვის, რომ პოლიტიკურად კარგად განვითარდეს საქართველოში პროცესები, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს საშუალება პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისა, იმ ბუნებრივია იმ რაოდენობით რა მხარდაჭერაც აქვთ, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი. იმიტომ რომ 4 წელი ასეთ რეჟიმში უბრალოდ ძალიან გაუჭირდება ყველას და არ იქნება ეს კარგი საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის და მშენებლობისთვის. არასდროს.